დღევანდელი დღისთვის რა მინდა რომ ესე ვთქვათ მოვიტანო, ხო, რომ გაგება ადრეული დიაგნოზი ძალიან შეიცვალა რა. აი, იმდენად შეცვლილია, როგორც მაგალითად დღეს ჩვენთვის ადრე როგორც შეიძლება 10 და 15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ადამიანის კოსმოსში გზავრობა, ესე ვთქვათ და მოგზაურობა, დღეს აგერ რამდენიმე ხნის წინ სულ ჩვეულებრივად დადის ხალხი, ხო, კოსმოსში უკვე ვიცით, ხო? დაახლოებით ისეთივე გაგების ცვლილებები გვჭირს ახლა ჩვენაც. ანუ ადრეული დიაგნოზი სულ სხვა იყო 5 და 10 წლის წინ და სულ სხვა დღეს და ესე იგი, მე რა მინდა თქვა, რომ თანამედროვე მამოლოგიის მთავარი მიზანი რა არის? ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე. და ავადების სიმპტომების გამოვლენამდე. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ სიმპტომი არის, მანამ მის გამოვლენას. და ეს არის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება იყოს გადაგვარების გარეშე, ანუ ჯერ არ ერქვას ავთვისებიანი, ან უკვე ავთვისებიანი, მაგრამ მაქსიმალურად საწყის სტადიაზე. ასეთი დროული დიაგნოსტიკა ნაკლებად აგრესიული მკურნალობის საშუალებას გვაძლევს და გამოჯანმრთელების უმაღლეს შანსებს გვაძლევს. ანუ გამოჯანმრთელების უმაღლეს შანსებს უფრო ადვილი მკურნალობით. ყველამ ვიცით ამ სიმპტომების შესახებ. ხო და ყველა საუბრობს, რატომღაც ესეც არის რაღაცა, აი ისევე როგორც არსებობს სტერეოტიპები, ჩემთვის ეს არის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია რა მხრივ. ხო, აი, ცუდი არაფერი არაა იმაში, რომ ჩვენ რაღაცა ვეცადოთ, რომ სიმპტომები გამოვავლინოთ ძუძუს კიბოს, რაღაცნაირად ვეძებოთ ეს სიმპტომები, მაგრამ ეს აი რამდენი სიმპტომიცა იმდენი აქვს, ეს არ არის ადრეული დიაგნოსტიკა. ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ადრეულ დიაგნოსტიკას, იმიტომ რომ ყველა ეს სიმპტომი გარდა ალბათ ერთისა, რაც არის სისხლიანი გამონადენი, უმრავლეს შემთხვევაში თავის 99%-ში გულისხმობს არა ადრეულ სტადიას. ეს გულისხმობს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მაგრამ არა ნულოვან სტადიას. სისხლზე რატო ვთქვი, ხო, ეს ბარემ ვიტყვი მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი ალბათ სიმპტომი, რომელიც შეიძლება ნულოვან სტადიის მაჩვენებელი, ანუ ინსიტუ კარცინომის მაჩვენებელი იყოს, ეს არის სისხლიანი გამონადენი, როდესაც მხოლოდ სადინარს შიგნით ხდება პრობლემა და ის არ არის გადასული ძუძუს ჯირკვლის სხვა ნაწილებზე. საწყის ეტაპზე ძუძუსში სიმსივნე შეუმჩნეველია და ვერაფრით ვერ ვიგრძნობთ მას. ეს არის პოსტულატი, ესე ვთქვათ, ეს ფაქტია, ისა რა ქვია, ამას ვერ სხვანაირად ვერაფრით, ამიტომაც საჭიროა კვლევა, რომელიც დაავადებას მის ადრეულ დაფარულ პერიოდში გამოავლენს, ხო? და საუბარია 1 სანტიმეტრზე მცირე ცვლილებებზე. აი, ეს არის რა ქვია ამას, რა ვიცი, მუხუდო, ხო? მუხუდო წარმოიდგინეთ, მუხუდო ეხლა. მაგრამ ასევე წარმოიდგინეთ წერტილი, რომელსაც დასვამს ფანქარი, ხო? ან წარმოიდგინეთ, რასაც გააკეთებს მარკერი, ხო? 1, 2, 3 მილიმეტრზეა საუბარი. 1, 2, 3 მილიმეტრზე და ლოგიკურია, რომ ვერანაირი სიმპტომი ამ 1, 2, 3 მილიმეტრს ვერ ექნება, ხო? ეს დაახლოებით ისეთივეა კი რა, მე ვფიქრობ, რომ ეს იგივეა, რომ მოვძებნოთ ნემსი თივის ზვინში, ხო? ყველამ ვიცით ეს, ხო? ეხლა თინე მართლაც ძუძუ თივის ზვინშია და მაგრამ ნუ იგივეა დამიჯერეთ. ანუ თუ კი ჩვენ არ გვექნება რამე სპეციალური საშუალება, ჩვენ ამ სიმსივნის საწყის ვერ აღმოვაჩენთ ძუძუში, ისევე როგორც ვერ აღმოვაჩენთ მას, ისევე როგორც ვერ აღმოვაჩენთ ნემს თივის ზვინში. და აი ზოგჯერ ეს ძალიან კარგად ასახავს ზოგჯერ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ძუძუში აღმოვაჩინოთ მინიმალური სიმსივნე. მე ჩემთვის ეს მამოლოგებია. ის თუ ძუძუს თუ იმას ვინ შევადარებ, ეს ამას მამოლოგებს შევადარებ, რომლებიც რადიოლოგები სხვა, ხო? ეს მამოლოგები ან ისინი, ვისაც უნდათ რომ ხელით მოძებნონ და აღმოაჩინონ, შეიძლება რაღაცა დაინახონ და აი ეგონოთ რომ ეს სიმსივნეა, მაგრამ ეს არის შეცდომა და ეს შეიძლება იყოს სწორედ ის დიაგნოზი. ეს იმას გავს, ეს გამზადებულ ქირურგს გავს, რომელიც თანახმა დაჭრას დაჭიხოს, ყველაფერი გადაჭრას პირადულად არა. და ოღონდ დაშალოს ყველაფერი, რომ შეიძლება იმით რომ დავშალოთ, მაგრამ რა არის ეფექტური, ხო? აი თქვა შეიძლება ჩვენ ავიღოთ და ყველა უჯრედი შევისწავლოთ. შეიძლება რაღაცა მაგნიტით ამოვიღოთ, ანუ ვეძებთ ყოველთვის გზებს. როგორ მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მე ვსაუბრობ ეხა რაღაც მეთოდზე, რომელიც რეალურია და ეფექტური, ამაზე უკეთესიც შეიძლება იყოს და ამასაც ვეძებ და ძებნის პროცესშია მედიცინა ნამდვილად დამიჯერეთ. და აქედან ყველაფრიდან გამომდინარე, აქედან ყველაფრიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, ვიცით დღეისთვის ეს არის რენტგენი.
რენტგენია ერთადერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც უადრეულეს სტადიაზე ჩვენ დაგვეხმარება ძუძუში აღმოაჩინოთ ის ცვლილები, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიქცეს სიმსივნეს. ეს სურათები რეალურია, რენტგენი ეს რატოა სურათი? ხო, ეს მიხვდებით რა არის, ხო? პირსინგია ეს, ქალბატონში რატო არის, ხო? იმიტომ რომ რენტგენზე რენტგენზე ის რაც არის მკვრივი, ის რაც არის სიმსივნისთვის საეჭვო, არის განათებული სხვანაირად და გამოიყურება ასე და ეს არის რეალური შემთხვევა, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთ სკრინინგზე პაციენტთან ნემსი ძუძუში. არა, მართლა რეალურად ეს არის რეალურად ის ნემსი, რომელიც ჩემი თითია ეს და ეს არის ის მისი ნემსი. და რაღაცაო გადავტრიალდიო ლოგიში, რაღაცაო შემესო 1 წლის წინო და ნუ მე დავიწყდა ამ ქალს ეს. მართლა გეუბნები, არ გზნო დიდია ძუძუ, დიდია და მასში ვერ აღმოაჩინა. მას ჰქონდა ძუძუში ნემსი დაახლოებით, როცა გამოვიკითხეთ, აი ეს მოვლენა როდის მოხდა, როდის გადატრიალდა რაღაცა ეთკინა ძუძუში და მე არ მიაქცია, ეს იყო წელიწადზე მეტი ხნის წინ და ნემსით იარა და მე რომ აი ჩვეულებრივ სკრინინგულ გამოკვლევაზე დავინახეთ ეს ნემსი და მე ხა აღარ დავტოვებდით და ამოუღეთ, ანუ დავინახეთ სად იყო ეს ნემსი და ასევეა სიმსივნის შემთხვევაშიც. და რენტგენის გამოყენება ყველაზე ეფექტურია სკრინინგის დროს, ხო? რენტგენით ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სკრინინგი. სკრინინგის სიტყვა რო ვიცოდეთ რა, ანუ ეს არის გაცხრილვა, ეს არის რაღაცა კვლევის ტიპი. სკრინინგი ეხება ძუძუსაც, ყველაფერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავცხრილოთ ნორმალური ჯანმრთელი მოსახლეობიდან ის ადამიანები, ვისაც შეიძლება კონდეს სიმპტომი არ ვისაც კონდეს შეიძლება ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ნახე, სკრინინგი ამას ნიშნავს. სკრინინგი ნიშნავს გაცხრილვას, სკრინინგი არ ნიშნავს ვიღაცის გამოკვლევას, ხო? დიაგნოსტიკა მაშინ, როდესაც არაფერი არ გვაწუხებს. სადღაც იყო, ხო, თუ ადამიანი ჩართულია, ხო, ანუ თუ ესე იგი, მივედით იქამდე, რომ თუ ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია გეგმიური და თანმიმდევრული გამოკვლევებით არ მიცეს დაავადებას განვითარება, ავთვისებიანად გადაქცევა და ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში ადრეული გამოვლენა მიცემს მას ადვილად გამოჯანმრთელების საშუალებას. და ვის ჭირდება სკრინინგი? აი ძალიან მიყვარს ეს ფრაზა, რომ სკრინინგი ჭირდება ჯანმრთელებს და არა ავადმყოფებს, ხო? ანუ ძალიან ისეთია რა, აი ექიმი ჭირდება სნეულებს, ექიმი არ ჭირდება იმ პაციენტებს, ვისაც ჭირდება სკრინინგი. სკრინინგი ჭირდება ჯანმრთელებს და არა ავადმყოფებს, იმიტომ რომ კიბო ისე დაავადება, რომ მის საწყის ეტაპზე ვერავინ თავს ვერ იგრძნობს ავადმყოფად. ანუ ავადმყოფად როცა არ ზრდობ და მაშინ ჭირდება სკრინინგი და ერთადერთი ჩვენება ჩემთვის არის ის, რომ 40 წელზე მეტი ასაკი. თუ ხარ 40 წელზე მეტი ასაკის და არ ჩაგიტარებია სკრინინგი, მამოგრაფია, ეს ნიშნავს, რომ ეს არის სიმპტომი იმის, რომ შენ უნდა ჩაიტარო სკრინინგი. ეს არის ერთადერთი სიმპტომი. ეხლა იმაზე მინდა ეს შემდეგ გავაგრძელო, ნახე როგორ ტარდება ჩვენთან სკრინინგი და რატო არ განსაკუთრებით. ეს არანაირად არ არის ანუ რეკლამისთვის, მინდა ვთქვა, არაფერი არა კავშირი იმასთან, რომ გინდა თუ არა ჩვენთან ჩაიტაროს ვინმე სკრინინგი, საერთოდ არაფერი, ერთადერთი ეს არის იმის გამოძახილი, რაზეც ამდენი წელია ვცდილობდით ჩვენ, რისკენაც ვიბრძოდით და რიც ახლა არის დღეს აქ. და რაც ჩემი აზრით რისი იმპლემენტირებაც კარგი იქნება მაქსიმალურად ეს თქვა თუნდაც საქართველოს ფარგლებში, რაზეც ასევე იმედი მაქვს, რომ რაც მოხდება. ეს არის როგორც თქვით მულტიმოდალური, ბევრ ექიმზე და ბევრ ადამიანზე დამოკიდებული სიტუაცია. ამ წუთას მომივიდა ესაზრდო სკრინინგის ორგანიზება არის პირველი საკითხი. საერთოდ ვაფშე არანაირი კავშირი სკრინინგს შეიძლება გამოკვლევასთან იმდენად არ ქონდეს, რამდენიც ორგანიზებასთან. და მულტიმოდალური სოციალობა ის სწორედ ის, რომ ცნობადობის ამაღლება, იმ პაციენტების საუბარი, იმ ჯგუფების საუბარი, ევროპა დონას ის კამპანიები, რომლებიც ხელს უწყობს იმას, რომ ხალხი მოვიდეს სკრინინგზე ჯანმრთელი მოსახლეობა, ეს არის პირველი საკითხი, როცა ქვეყანაში შეიძლება წარიმართოს ნორმალურად სკრინინგული კამპანია. სხვა არაფერი არ უშველის ნორმალურ სკრინინგს. ის რომ ჩვენ ექიმები ვუღებთ ვიღაცა სიმპტომიან პაციენტებს მამოგრაფიას და გონია ჩვენ თავი ვატარებთ სკრინინგს, ეს არის არაფერი, საერთოდ ეს არ არის სკრინინგი. სკრინინგის ორგანიზება ჩვენთან რა არის მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად ცენტრს, რომელიც ატარებს სკრინინგს, უნდა კონდეს ჩამოყალიბებული სისტემა. როგორც წესი, დღევანდელ დღეს ეს არის სოფტები, ანუ არსებობს ძალიან კარგი საშუალებები სოფტების. რისთვის არის ეს? იმისთვის, რომ პაციენტი, რომელიც
მოსულიც არაა ჯერ და უნდა მოვიდეს და უწევს სკრინინგი, მისი მთელი გზა იყოს განსაზღვრული, რომ უნდა გამოვიძახოთ თუ არ მოვა, კიდევ ერთხელ გამოვიძახოთ, როცა მოვა, გადაუღოთ, შემდეგ აი აგერ ეს სისტემა ესეა, რომ უნდა გადაიღო, როდის არის დასაბარებელი, დარეკილია, გამოცხადდა, არ გამოცხადდა, ბოლომდე არის დიაგნოზამდე მიყვანილი, რომ ჭირდება კონტროლი, ბიოპსია თუ მისი პასუხი არის ნორმა და 1 წელი არ უნდა მოვიდეს და 1 წელში რომ უნდა მოვიდეს, ისიც უნდა შეახსენო. თუ არ შეახსენებ მას, ადამიანი ჩვენ ასეთები ვართ, რომ ისე გარბის დრო, რომ ვერ ვამჩნევ და ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეიძლება დაგვავიწყდეს და ეს სისტემა ჩვენთან მუშაობს და აჩვენებს თავის ეფექტურობას უკვე. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის ჩემი შეხედულებით, რომ რადგანაც ჯანმრთელებს ჭირდება სკრინინგი, მისთვის არ უნდა იყოს არაკომფორტული სკრინინგის ჩატარება და უნდა იყოს მაქსიმალურად ადვილი და კომფორტული. ამიტომ ჩვენთან ადამიანი როცა გადაიღებს მამოგრამას და თუ ის ჯანმრთელია, ის მიიღებს SMS, რომ თან ასეთი ტექსტი გაქვთ, რომ გილოცავთ თქვენი მამოგრამის სკრინინგის პასუხია ვიღაც ორი. და აღარ გჭირდება მოსვლა, მიიღე ეს SMS-ი, ცუდ SMS არ მიიღებ. კიბერო გჭირს ამას არ მიიღებს არავინ. მიიღებს მხოლოდ კარგ SMS და მეორეჯერ აღარ უნდა არ ჭირდება არც დასკვნა, არც მამოლოგის ნახვა, არაფერი არ ჭირდება. ამას თავარია მისთვის ეს SMS-ი და ასევე უნდა იცოდეს, რომ როცა მოვა მისი დრო 1 წელში, მას გამოიძახებენ და ასევე შეახსენებენ ამის შესახებ. ანუ ეს რა ხდება, როდესაც ვიღაცას რაღაცა მაინც ჭირს, ხო, გასაგებია, რომ მარტო ჯანმრთელები არ მოდიან. და ეს არის 100 გადაღებული კვლევიდან დაახლოებით 10 ესაჭიროება დამატებითი გადაღება. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ჭირს, ეს ნიშნავს, რომ 10 შეიძლება რაღაცა ჭირდეს. და ამისთვის ვურეკავთ ამ პაციენტებს და ვიბარებთ უკვე მისთვის ჩაწერის დროისთვის. ანუ იცოდეს, როდის უნდა მოვიდეს, შეარჩიოს დრო, არაფერი არ არის სასწრაფო, ხვალვე მორბენა არ ჭირდება, დღესვე გამოცხადება არ ჭირდება, თუნდაც 1 კვირის განმავლობაში უნდა მოვიდეს პაციენტი, რომ ჩვენ გადავუღოთ მას ან ულტრაბგერა, ან დამატებითი სურათი. მეორე ვიზიტის ფარგლებში პაციენტმა უნდა მიიღოს თავისი დიაგნოზი უკვე, თუ აი არ უნდა იყოს მერე გადადება უკვე და შემდგომი ეტაპისთვის ყველა კვლევა, ბიოპსია, პათომორფოლოგია, კონსულტაცია, კონსილიუმი, მედიკამენტოზური მკურნალობა ჯობია რომ ტარდებოდეს 1 ცენტრში, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთობლივად, ხო? მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ეს არის მხოლოდ 100-დან 10, 1000-დან 100-ც არა, 1000-დან ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 80 პაციენტი, 60 პაციენტი, რომელსაც რეალურად ჭირდება გამოცხადება. სხვა დანარჩენი მოვა, გადაიღებს, წავა 1 წელი იქნება ბედნიერად სახლში. ეს ხომ არ ნიშნავს, ანუ ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად სკრინინგზე იმიტომ არ მიდიან, რომ ეშინიათ და ზუსტად ეს მაჩვენებელი არის, რომ აი ამდენი ადამიანი ძალიან მცირე პროცენტი დამიჯერეთ უფრო მეტი შანსი აქვს ადამიანს მიიღოს კიბოს დიაგნოზი სკრინინგში ვამბობ, სკრინინგში, ვიდრე ის რომ მანქანა არ გაიტანოს გარეთ ბათუმში გასულზე. მართლა გეუბნები. ანუ ის რომ გადადიხარ ქუჩას, შეიძლება უფრო მეტი დიდი ალბათობით დაგეჯახება მანქანა, ვიდრე სკრინინგში მიიღებ. ხო. 100-დან ეს 10 რომ გამეორებით ესაჭირება, ესეც არ არის უთი. 100, ნახეთ, 1000-დან მარტო 6 ექნება კიბოს დიაგნოზი. 1000-დან 6. კი, 1000-დან 6 და ისიც ძალიან ადრეულ სტადიაზე. ეს არის ძალიან, ეს ოღონდ სკრინინგში. მაგრამ თუკი ჩვენ წავალთ იმზით რა დღესაც რა გზითაც აქამდე ვიყავით, რომ მოვა მარტო სიმპტომური პაციენტები, მოვა მარტო ისინი, ვისაც ტკივა, ან რაღაცა, იქედან 1000-დან უკვე იქნება, 100-დან იქნება 80, ვისაც პრობლემა იქნება. მაშინ აი ყველა იყვისო სკრინინგზე მივედი და რაღაცა დაგვემართა. მეორე საკითხი, ხო, პირველი გავე მეორე, გადაღების თვითონ პროცესი. ხო, გადაღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხიანი სურათი და ხარისხიანი გადაღება, ანუ ტექნიკა უნდა შეასრულოს ყველაფერი იდეალურად იმისთვის, რომ იყოს, რა თქმა უნდა, ხარისხიანი, რომ ასეთი პატარა ცვლილებებიც კარგად გამოჩნდეს, არაფერი. ეს არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღეისთვის ჩვეულებრივ სტანდარტულად კეთდება, მაგრამ ძალიან მალე, რა ვიცი, რამდენიმე თვეც არ ჭირდება, როდესაც გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ ხარისხი ყოველი სურათი შეამოწმოს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომ რადიოგრაფერს, ანუ ეს ექიმსაც არ ეხება, იმას ვინც იღებს იმას, რა ქვია, რადიოგრაფერს უთხრას, რომ ეს სურათი არ გაქვს სწორად გადაღებული, რომ ამ სურათში პრობლემა ეს არის და თავიდან გადაიღეთ და რას მიაქცია ყურადღება. ანუ ამაზე ეუბნება, რომ აგერ აქ ეს უნდა გამოკაჩო და ეს კუნთი უნდა გამოაჩინო.
ეს ანუ უნდა გამოკაჩო, ანუ ამ შემთხვევაში აი 4 სურათია გადაღებული და ეუბნება რომ ეს სურათი თავიდანაა გადასაღები, ამას არ აუშავს, არა, ყვითელს არ აუშავს, ეს ორი სურათი გადასაღებია თავიდან და აღარ გაიპარება უკვე ის სურათები, რომლებიც არის არასაკმარისად გადაღებულები. აპარატურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ამასაც უნდა მიაქციოს ყველა, მიგივე თუნდაც აი ორგანიზაციებმა, ვინც ცდილობს რომ რაღაცა იყოს სკრინინგი ნორმალური, კლინიკებმა, პაციენტებმა, უკვე ის დროა, როცა უნდა შევამოწმოთ რაღაცა და მოვითხოვოთ, ხო, რომ ციფრული უნდა იყოს მამოგრაფია, ანუ აღარ უნდა იყოს ისეთი მამოგრაფია, რომელიც არ არის ციფრული. ციფრული ნიშნავს, რომ სურათს რო გადაგიღებენ აქ, იქ ეკრანზე გამოჩნდება, გადაიგზავნება ექიმთან და არ დაჭირდება გამჟღავნება, ანუ ფირები აღარ არსებობს, კი, რეგიონებში არის სავარაუდოდ, კი. ანუ უნდა იყოს, ან არსებობს აი ციფრულის არსებობს ვარიანტი, როდესაც კასეტაში იმითის უნდა გამოიღო და შედო აპარატში, მაგრამ გამჟღავნება არ უნდა ჭირდეს, როგორც ასეთი ფირები, ის აი რა ვიცი, ახლა ისევე ხო როგორც არ წარმოგიდგენია, რომ ვინტაჟური ფოტოაპარატებით ვიაროთ, ისევე არ უნდა იყოს ეს ასეთი ტიპის ისა. ეს მამოგრაფის ისა, ნუ ვიდეოა, რომელიც ჩვენთან არის 24 წლის მამოგრაფია, სრულად ციფრული, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე კარგი მამოგრაფია, რაც კი, რა ვიცი, საქართველოშია და სოფლიოში რაც კი გამოშვება. ეხლა მივიდივართ, ანუ როგორც იქნა, მივედით იქამდე, რაც პაციენტებს გონიათ რა არის სკრინინგი, ხო? ანუ სურათს გადაგიღებენ, შეხედავენ სურათსო და მეტყვიან პასუხსო, ხო? ეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკრინინგის პასუხისთვის საჭიროა დღეები. არ შეიძლება, რომ ერთ დღეში დაისვას დიაგნოზი. არ შეიძლება. დღევანდელ დღემდე ეხა კიდე რაღაცები იცვლება, რაც იცვლება ვიტყვი, მაგრამ საჭიროა, რომ მშვიდად წყნარ სიტუაციაში რენტგენოლოგმა, ანუ ექიმმა შეხედოს სურათს, კარგად დაფიქრდეს, გაცხრილოს, არის თუ არა საპრობლემო და თუ საპრობლემოა, კიდე ერთხელ უნდა დაფიქრდეს მასზე. და ამას ზოგჯერ ჭირდება რამდენიმე საათი. შეიძლება 1-2 დღე. შემდეგ როცა ერთი ნახავს, მე უნდა ნახოს მეორემაც. ან ორივემ უნდა ნახოს დამოუკიდებლად და ისინი უნდა შეთანხმდნენ იმაში, რომ ეს რაზე თანხმდებიან ძირითადად როგორც ჩვენი გერმანელი ისე კოლეგები, სკრინინგის თავარი მიზანია ექიმის, რომ თქვას 100%-ით, რომ აქ არ არის კიბო. ეს კი არ მოძებნოს და ავადმყოფი. უნდა თქვას, სად არის დარწმუნებული, რომ კიბო არ არის. ისიც რა თქმა უნდა 100% არ არის, შეიძლება შეცდეს, მაგრამ ის გამოავლინოს, სად არის დარწმუნებული, აი ამ დარწმუნებისთვის საჭიროა მინიმუმ რამდენიმე დღე, ხო? და აი ჩვენთან თამარი და სოფიო და თამარი არის ის რადიოლოგები, რომლებიც მუშაობენ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ძალიან მიზანმიმართულად ძუძუს კიბოზე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი აზრით, რომელიც აქ ხდება და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მამო რადიოლოგები უნდა იყოს სკრინინგში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე არსებობს საერთაშორისო იგივე ევროპა დონას აქ რაც საოცარი დოკუმენტი გამოშვებული ძალიან დიდი ხნის წინ, ეს არის ევროპული გაიდლაინი სკრინინგისა, სადაც ძალიან კონკრეტულად გაწერილია, რომ წელიწადში 5000 მამოგრამას უნდა ნახულობდეს რადიოლოგი. თუ 5000 ქალს უნდა ნახულობდეს, 5000 ქალს წელში 5000 ქალზე ნაკლებს თუ ნახავს, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ იყოს კარგი მაღალეფექტური რადიოლოგი სკრინინგში. ეს არ არის ასევე დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიძლება არ იყოს ცენტრები, სადაც ამდენი კეთდება, მაგრამ შენ შეგიძლია ნახო ონლაინში, თავარია რომ ივარჯიშო და შენი თვალი და აი ყურადღება მიაჩვიო იმას, თუ როგორ უნდა გააკეთო. ამისთვის ჩვენ რას ვაკეთებთ? ხო, ჩვენ გვაქვს რაოდენობა და ასევე გავდივართ უწყვეტი განათლების პრინციპით, ყოველთვის გავდივართ ტრენინგებს, ონლაინით შესაძლებელია ძალიან კარგად გავლა და ძალიან აქტიურები არიან ჩვენი რადიოლოგები ამაში. და კიდე ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც მე პირადად აი რისთვისაც ძალიან ბევრ დროს ხარჯავდი და ეხლა ეს არის ექსპერტი. არსებობს ისევე როგორც თქვენ საკითხებში, არსებობს ხალხი, რომელიც არის თქვენზე გამოცდილი, ხო? არსებობს ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ 5000-ზე ვსაუბრობთ, ზოგიერთი 50000-თან ნახავთ, ზოგიერთს აქვს გამოცდილება და ბევრი წლის, ხო? ექსპერტის შეფასება ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ხარისხში. ჩვენ ასეთი ექსპერტი გვყავს გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი კაცია სერგეი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან, გაიცნო, ნახა ჩვენი სიტუაცია, მიხვდა რომ შესაძლებელია ჩვენი სურათების, ესე ვთქვათ, დიაგნოსტირება ხარისხით და ყველაფრით და ყველა ჩვენ სურათს აკონტროლებს ასევე ის. ზოგჯერ ის გვაკონტროლებს, ზოგჯერ ჩვენ ვაკონტროლებთ მას, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს არის ყოველთვის ექსპერტული შეფასების აზრი და ჩვენ მისგან პასუხებს ღებულობთ ასეთი ონლაინ პროგრამით ყველა პაციენტთან ეს ხდება, ყველა პაციენტის პასუხი ჩვენთან მოდის მისგან. და ერთი კიდე საკითხი, რომელიც ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი სკრინინგში,
და მე დღესდღეობით მე რომ მჭირდებოდეს სკრინინგის გაკეთება, ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის გარეშე არ მივიღებდი ესე ვთქვათ სკრინინგს, თუნდაც ცუდ სკრინინგს, სამწუხაროდ ძუძუ არ მაქვს თუ არა გამოვიყენებდი. როგორ არ მაქვს. იმიტომ რომ ეს აღარ არის რაღაცა ისევე კოსმოსი, ეს არის დღესდღეობით. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს გადაწყვიტავს, დღესდღეობით რაღაცას გადაწყვიტავს, იმ მხრივ რომ შეიძლება კონკრეტული ადამიანის დიაგნოზი გამორჩეს რადიოლოგს და აუცილებლად ჭირდება ხელოვნური, მაგრამ იმ დიდ რაოდენობაში არის ძალიან დიდი პლუსი ამის. ვიღაცას ხოდა შეძლო რომ ჩააკვეს სურათები ვიღაცის დიაგნოზი დასვა ისე ზუსტად და მე წავიდე და ზუსტად იგივე ხო, ანუ აი ექიმების კონფერენციებზე ყოველთვის ყველა არის ძალიან ფრთხილად ამის მიხედვით და ყოველთვის ეხლა იქნება ესეც patient driven ქვია ამას, როდესაც პაციენტები აიძულებენ ექიმებს რომ იყვნენ უფრო აქტიური ხელოვნური ინტელექტი. ოღონდ ეს ცოტა სხვა საკითხია რა მხრივ, ეს არის ძალიან მაღალი დონის მეცნიერული დამუშავების შედეგი. ეს არ არის ChatGPT მაგალითად და ეს არ არის რაღაც ისეთი რაც რაკურსივი და რაღაცა. ეს არის აი მილიონობით кейსზე გაწუხნილი ძალიან უსერიოზულესი უძვირფასესი სისტემებია ეს. და ალბათ მსოფლიოში არსებობს 5 თუ 6 კომპანია, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ერთ-ერთ კომპანიასთან გვაქვს კონტაქტი ამ ჩვენი ექსპერტის საშუალებით და ჩვენთან ასევე პასუხები უკვე მოდის ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული, სადაც პროცენტები წერია, რამდენია პროცენტი ამ კონკრეტულ შემოხაზულ უბანში იმის ალბათობისა ექნება აქტიო თუ არა, მაგრამ ექიმის გადაწყვეტილება ამას დაუჯეროს თუ არა, ექიმის გადაწყვეტილება ეს პაციენტი გამოიძახოს თუ არა, ხელოვნური ინტელექტის მარტო ხელოვნური ინტელექტზე დაყრდნობით ვერ გამოიძახებ და ვერ ანერვიულებ პაციენტს, იმიტომ რომ ექიმმა უნდა გადაწყვეტოს და თავისი გამოცდილებასთან ერთად შეაფასოს, ხო? ნუ ძირითადად ასე გამოიყურება ეს პასუხები, ძალიან ადვილია, აი გინათებს პირდაპირ, რას უნდა მიაქციო ყურადღება. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ გაცილებით ადრე შეიძლება ის რაღაცნაირი ტრანსფორმაცია და კი ჩამოყალიბების მომენტი დაიჭიროთ და შეიძლება რომ აი მაგაზია ერთი ვიდეო, ეხა აგიც იყვირებს, ეს არის ჩვენი კოლეგა ეგვიპტეში, რომელიც ძალიან აქტიურია ხელოვნურ ინტელექტში. ანუ ეს არის სურათები, რომლებიც მათთან გადაიღეს 1 2 3 4 5 კვლევის დროს. შეამჩნიეს ეს წარმონაქმნი, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება მაშინ სხვა უბნებს და აკვირდებოდნენ ამ წარმონაქმნს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგერ აქა 21 წელში, არა 22-ში, აღმოჩნდა, რომ თურმე სხვაგან გამოვლინდა კიბო. ხო? და შესაბამისად ამ ქალმა აიღო და ეს იმის გამო რომ ინახება ეს ყველა სურათები, აჩვენა ხელოვნურ ინტელექტს. და ხელოვნურმა ინტელექტმა აი დაუწერა, რომ 29 ვერ უწევე ხარო 39% უკვე აი 2017 წელში მან აღმოაჩინა, რომ აქა განვითარდებოდა კიბო. ეს არის ანუ პრედიქტი, ან მაგალითად ამ ექი ჩვენ რო ყოფილიყავით, ეხლა და ჩვენთან მოსულიყო ეს პასუხი 2017 წელს ჩვენ ამობას მივაქცევდით ყურადღებას, იმიტომ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მიგვიტიტა, რომ შეხედე ამასო. ხო, მერე შემდეგ უკვე 2018-ში 59% ხდება და შემდეგ უკვე აი თვითონ როგორც ამბობს, რომ 74% არის 2019-ში. ეს უკვე ისეთი პროცენტია, რომ არ არსებობს შენ რომ ამას არ მიაქციო ყურადღება. 39-ზე 59-ზე კიდე შეიძლება დაფიქრდე, ხო, მივაქციოთ, მაგრამ 74-ი всё 100% შენ გაქვს ნამდვილად ჩვენება იმის, რომ გააკეთო ბიოპსია და თვითონ ამბობს, რომ 2019-ში აღმოაჩინა მან. ანუ 2017-ში წინასწარმეტყველა 2019-ში აღმოაჩინა, ჩვენ 2022-ში აღმოაჩინა. ეს არ არის ყველა შემთხვევაში, ეს არ არის 100%-იანი, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ როცა ვაკეთებთ 1000 მამოგრაფიას თვეში. თუ იქიდან ერთ პაციენტთან დაგვეხმარა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. 1000-დან 2-ში კი არა, ეხლა უკვე დაახლოებით ეს მოხდება და ანუ როდესაც დავიწყეთ სკრინინგით ხელოვნური ინტელექტი, მე რომ ვამბობდი, რომ 1000-დან 6 პაციენტს უდგინდება, ეხლა უდგინდება 900-ს. 3 პაციენტი ემატება, ვისაც ადრეულ სტადიაზე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უდგინდება კიბო. ხარისხის კონტროლზე ესეც სწრაფად, ანუ ეს აუცილებელია, რომ შენ როცა გაქვს რაღაცა დატა, შენ როცა გაქვს
კვლევების რაოდენობა იგივე 1000-დან 6 თუ 7 და რაღაც აუცილებლად უნდა შეადაროს საზღვარგარეთის ჯერჯერობით ჩვენ ვართ 99%-ზე. ეს არ არის ცუდი, მაგრამ უნდა იყოს 99%, რასაც აი ეს არის წინა 1 წლის მონაცემი, ეხლა ნახევარი წლის მონაცემი, 1 წლის მონაცემზე უნდა გავიდეთ უფრო მაღალ პროცენტზე აუცილებლად. თუ კი ჩვენ გვაქვს 60% რო ქონოდა, ვიტყოდით რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კარგად სკრინინგს და ჯობია მოდი ვისწავლოთ თავიდან. და ეს ყველა მონაცემები რაც მე ჩამოთვალე არის ალბათ უფრო მეტი რაზეც შემდეგ განვითარდებით და ანუ ეს ყველაზე ლაითი სლაიდი, ყველაზე კარგი შემთხვევა ეს არის აი აქ თუ ნახავთ ეს არის 0.6 მმ-ის კიბო. 0.6 მმ-ია ეს კიბო, რომელიც არის სკრინინგით გამოვლენილი, აი აქ, ეს არის ის ნემსი 0.6 სანტიმეტრი, 6 მმ. ანუ 6 მმ, აი სწორედ ეს წერტილი, რომელიც შეიძლება დასვას იმან რა ქვია ფანქარმა, ანუ აქ აღმოჩნდა და ამ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მოკლეს ხიური თერაპია და ტაბლეტირებული პრემისა რა ქვია მაგას პროფილაქტიკა. დამთავრდა ამის მკურნალობა. ესაა მისი მკურნალობა სულ. და ამისთვის ჩემი აზრით ღირს ბრძოლა და ასე ვთქვათ განვითარება. ჯანმრთელი სკრინინგის ჯანმრთელ პასუხებს გისურვებთ. მადლობა დიდი. ხო და ჩვენ